ზეამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა იმართება ბათუმში. პროტესტის მონაწილეების ნაწილი ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ ჟურნალისტს. ზეამაღლობელი უკვე 20 დღეა შიმშილობს. ბათუმიდან პირდაპირ ეთერში გვერდება ჩემი კოლეგა მერაბ წულუკიძე. მერაბ, გისმენთ რა ხდება ამ დროისთვის, რომ მოგვიყვანთ? დიახ, ამ დროისთვის მსვლელობა მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე. თავისუფლება ზეამაღლობელს, თავისუფლება ყველა უკანონო დაკავებულს. აი ამ მოწოდებებით დაიწყო დღეს საპროტესტო აქცია. 4 საათზე შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები სტადიონთან. აქ იყვნენ როგორც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის თანამშრომლები, ასევე მათი კოლეგები, სამოქალაქო აქტივისტები, ის პირები, რომლებიც ყოველდღიურად დადიან აქციებზე. ერთგვარი პერფორმანსი ჰქონდათ ჟურნალისტებს და აქციის მონაწილეებს სტადიონთან, სადაც ცენტრალურ გადასასვლელთან ისინი მოძრაობდნენ საფეხმავლო ფეხით გადასასვლელზე. ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია, თუმცა იქ განსაკუთრებული დაძაბულობა არ მომხდარა. მას შემდეგ დაიძრა აქცია და ამ წუთებში, როგორც გითხარით, აქციის მონაწილეები მიდიან რუსთაველის ქუჩაზე. გადაკეტილია რუსთაველის ქუჩა და სავარაუდოდ ესენი გადაინაცვლებენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ქვეყანაში წვავე პოლიტიკური კრიზისია. უმწვავესი და არაერთი ადამიანი ხელს ადებს ზეამაღლობელის გარდა ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში. მისი მისამართით ისმის ძალიან მძიმე ბრალდებები და რეაქცია არის ნული. შეუძლებელია ამის მოთმენა, შეუძლებელია ამის ატანა. ამ ქალაქს ყოლია უამრავი პოლიციის უფროსი და ჩვენ ჟურნალისტები ვართ და გვინახავს, ვიცით მათ შესახებ ყოფილა არაერთი გადაცნობა. ის რაც ეხლა გვაქვს, მე არ მახსენდება. ერთ წარმომიდგენია, რომ ადამიანმა შეიძლება ამდენ ხანს გაძლოს. ვითხოვთ ზეამაღლობელის, ჩვენი დირექტორის, ჩვენი მედია მენეჯერის გათავისუფლება სასწრაფო წესით. არანაირი ინფორმაცია ფაქტიურად ჩვენ არ გვაქვს. ერთობლივად ვაპროტესტებთ პოლიტპატიმრების ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ზეამაღლობელის დაკავება არის სრულიად უკანონო და ზეამ სილა გააწნა უსამართლო რეჟიმს, უსამართლო სისტემას. ქვეყანაში არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო. პოლიცია გახდა ქართული ოცნების მსახური, პოლიცია არ ემსახურება ქართველ ხალხს, ასე რომ ჩვენი პროტესტის ამოსავალი წერტილი არის ხელახალი არჩევნების მოთხოვნა და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. როგორც გითხარით, საპროტესტო მსვლელობა ამ წუთებში მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე. ეს არის ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი. აქ ისმის შეძახილები, ისმის საყვირების ხმა და აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ყოველდღიურად იმართება ძირითადი აქცია. ბათუმში შეიძლება ითქვას, რომ აქციები გადავიდა 24 საათიან ფორმატში. იქ დგას 2 კარავი და უკვე 2 ღამე აქტივისტები კარავში ათენებენ. მადლობა მერაბ წულუკიძე ბათუმიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.